მოგესალმებით მეგობრებო, ყველას მოგესალმებით. რაღაც საინტერესო რაღაცები უნდა გაგანდოთ. ეხლა მინდოდა სხვა რაღაცაზე ჩამეწერა ლაივი და უცბად გაიჩიტა ასეთი თემა. გაიჩიტა. დედაჩემო, შენც მომისმინე ერთი წუთი შენც დაგიწე. შენც დაგისო კითხვას. ვაჭრობასთან დაკავშირებით. ვაჭრები ქრისტეს წინააღმდეგ. თქვენ ალბათ იცით ბექა შუბიტიძე, ხო? ძალიან ბევრს რო აპრავებს ამ სასულიერო პირებს რა და თავი რო ქრისტიანი გონია და ბექა ძალიან გამიკვირდა შენგან, მაგრამ არა უშავს. ხანდახან შემხვდება ხოლმე შენი ვიდეო და გადავხედავ და ზოგიერთი რაღაცა კარგია, მაგრამ რაც შეეხება აი ახლა შენ ვინც გამოგიჩნდა თანამოაზრე, ხო? როგორც ჩანს აი ეს გელა ჩიტაძე, ვინც არის გელა ჩიტაძე, რომელიც აბსოლუტურად აგონიაში და აზი არ არის რა არის ქრისტიანობა. ამ ბექა შუბიტიძეს უსაო ესეთ კითხვას რა, რომ ეკლესიაში ვაჭრობაზე რა სიტყვი მეთქი, როდესაც ამბობს, რომ შემძროლები არიან ეკლესიაშიო, ისენიო რა, მამათმავლებიო და ბევრი წურბელაო რა და სადა ვაჭრობაო მეკითხება. კაი, ჯერ ვერ ხედავ, ესე იგი გავეცი პასუხი. კი, ვერ ხედავ. მერე გაცა გელა ჩიტაძემ ესეთი პასუხი. ეს თამარი არის სქიზმატი. განკვეთილი ქრისტეფორე წამალაიძის მრევლში უარყოფენ წმინდა ზიარებას და ჩვენ ქრისტეს ჭამჭამელებს გვიწოდებენ. ნახეთ ჩემი წინა დღის პოსტი ან ამ დედაკაცის ფეის გვერდი. ხო და ეხლა მე მინდა გითხრათ, რომ ძალიან მცდარი ინფორმაცია მოგაწოდათ ამ გელა ჩიტაძემ. მე არავის მრევლში არ ვეკუთვნი, გარდა ქრისტეს მიმდევარი ვარ. არანაირი ქრისტეფორეს მრევლს არ მივეკუთვნები და არც სქიზმატი არ ვარ, იმიტომ რომ ნახეთ, მე გამხელთ თქვენ და თქვენ კიდე არ გინდათ რომ თვალები აიხილოთ. კაცი ჭამიები კი არა და ქრისტეს ჭამიები რომ ხართ, ამას ნამდვილად დავემოწმები, იმიტომ რომ ჯვარზე იქ რა რიტუალებიც მოხდა, ქრისტეს ჭამიის გარდა არაფერი არ არის, გარდა ადამიანი რომელიც მოვიდა და გამხილათ თქვენ ქრისტეს ჭამიები რო ვიყავით და ზიარებას იღებდით, ადამიანი ქრისტეს სიტყვებით რო გამხელთ, ასეთ ადამიანს განკვეთთ და უშიშროებას აყენებთ თავზე. ხო, ნუ ეს არ გვინდა, ხა ჯვრის თემები არის, ჯვარზე მომხდარი ამბავი, იცით რაც მოხდა უკვე და ნახეთ ჩემი წინა დღის პოსტი ამ დედაკაცის ფეის გვერდი. დედაკაცის ფეის გვერდი, რა კარგი სიტყვაა დედაკაცი, ძალიან მომწონს ეს სიტყვა, იმიტომ რომ ზუსტად იმას გამოხატავს, რაც უნდა ითქვას ქალზე, დედაკაცი. და მე ვპასუხობ ბექას რა. ერთი წუთით ბავშვებო, ჩუმად მე ვპასუხობ ბექას. დაინახავ, როცა თვალის ახელა დაგეწყება თქო რა. და ბექამ პასუხობს ალბათო რა. კი ბატონო, ბექა კულტურულად საუბრობს და ძალიან მომწონს ეს საკითხი, იმიტომ რომ ჩვენ საუბრობთ. და აი ის გელა ვიღაცა არის აშკარად ცილის მწამებელი, შურიანი ტიპია, რომელიც გამოხდა. მერე რა რომ იყიდება, ამბობს ბექა. კაი, გენაცვალე. მოიცადე, ალბათ თვალი აგიხილება თქო, მე რო უთხარი, იმან მომწერა რომ ალბათო რა და მერე რა რომ იყიდება, მე ვეკითხები რა, რომ სანთელი რო იყიდება ეკლესიაში, ეს მერე რა არის? არა უშავს და ბექამ წერს რომ კაი, გენაცვალე და მე ვწერ რომ ქრისტიანი თუ ხარ ქრისტეს მოусმენ, თუ ვაჭარი ხარ ქრისტეს წინააღმდეგ იქნები, ხო? სიტყვებს შეეწინააღმდეგები ქრისტეს სიტყვებს, ასე რომ თუ გინდა იყავი ვაჭარი, მე ვარ ქრისტიანი, ხო და აი ეს ამბავი ხდებოდა ამ ვიდეოზე, მეგობრებო, რომელიც ბექა შუბიტიძემ დაალაივა. ხო და იცით რა არის მეგობრებო, საინტერესო არის ის, რომ მე არ ვეწინააღმდეგები იმას, რომ დარწმუნებული ვარ, რომ ბექას გონია თავი ქრისტიანი რა. ბექა, მოდი ესე პირდაპირ შენ გეტყვი. ალბათ ნამდვილად მართლა ქრისტიანი გონია თავი და ალბათ ნამდვილად მართლა გონია, რომ სანთელის გაყიდვა ეკლესიებში ოკეია და ძალიან ნორმალურია და ამას ქრისტე არ ეწინააღმდეგება რა. ხო? ესე გონია შენ.
ხო და მე ერთ კითხვას დაგისვავთ ესეთ ხალხს რა. ესე იგი შესაწირის გაყიდვა რომელიც იყო ესე იგი ხბოც ძროხა იყო თუ ცხვარი იყო თუ ხბო იყო ცხვარი იყო თუ მტრედი იყო ესენი შესაწირები იყო და რატო უნდა განრისხებულიყო ქრისტე მაშინ თუ კი შესაწირები იყო ეს თავიანთი მამისთვის რა ანუ მე ვერ ხვდები მაშინ ესეთი კითხვა მიჩნდება რა უნდა და ქრისტეს გიჟი იყო რომ გადმოაყირავა ის შესაწირები იყო მეტი ხო არაფერი რა ანუ საქონელი ერქვა იმასაც სანთელსაც საქონელი ქვია საქონელს ყიდულობენ ჩინეთში ჩამოაქვთ პარაფინის საქონელს რომელიც სანთელი ქვია ჩამოაქვთ და ყიდიან ეკლესიაში და მე ვერ ხვდები რა სანთელზე უფრო მაგარი რაღაცა არისო ძროხაც ტრედიც და ცხვარიც სულიერები მაინც იყვნენ და ეს სანთელი უსულდგმულო არის აბსოლუტურად რაღაცა ნივთიერება არის ხო და უბრალოდ პასუხი რო გამცეთ რა რომ ანუ ქრისტე ვერ იყო თავის შკუაზე ხო ეს ხალხი რო გამოყარა იქიდან რა იყო დაენებებინა რა ვაჭრობა იყო ისიც შესაწირებს ყიდიდნენ ეკლესიაში მერე რა ანუ თქვათ რა მერე რა ხო თუ სანთელი მერე რა სანთელი უსულო არის და ისინი სულიერები მაინც იყვნენ და სულიერი რაღაცეებით მაინც ვაჭრობდნენ ხო ანუ საინტერესო რაღაცაა ისე რა ორივეს შესაწირი ერქვა სანთელსაც შესაწირი ქვია იმათაც შესაწირი ერქვათ ხო და არ ვიცი რა ვიცი აი თქვენ თუ ვერ ხედავთ ამაში იმას რომ ქრისტე ამ საერთო ვაჭრობას ეწინააღმდეგება ეკლესიაში და არა მაინც მარტო ძროხას ცხვარს და მტრედს ხო მაშინ გაყიდეთ კი ბატონო ივაჭრეთ ზეთითაც ივაჭრეთ ხატებითაც ივაჭრეთ და მე ვკითხვა მიჩება რაღა მაინც ეკლესიაში უნდა ივაჭროთ ეკლესიის გარეთ ადგილი არ მოიპოვება ხო ანუ საინტერესო კითხვა ხო არის ეს ბექა დამეთანხმები ნამდვილად შენ ძალიან ჭკვიანი ბიჭი ხარ მომწონს ხოლმე შენი მსჯელობები ზოგიერთ ვიდეოში ხო და აი რაც შეეხება კაციჭამიები რო ვუწოდე მე იქ ჯვარზე მდგომთ აი ეგ 100%-ით სიმართლეა იმიტომ რომ კაციჭამიები ის ვინც ქრისტეს სიტყვას არ ისმენს და მაინც ქრისტეს ეტანება რა და რა ვიცი აი როგორც გინდათ ისე მიიღეთ მართლა ოღონდ რა და ჩემი მსმენელი და ეხლა რომ არ დაიბნეს და არ შეეშინდეს ჩემი მსმენელიც აქ დაგიპოსტავს როგორ ფიქრობს ანუ აი ამ ვიდეოში დაგიწერს ბექა რას ეთანხმება ჩემი მსმენელი რა როგორ მიიჩნევს არის სანთლით ვაჭრობა თუ არის არ ვაჭრობა ანუ ხვდებით ხო საინტერესოა მეც მაინტერესებს ჩემი მსმენელის მოსაზრება ამასთან დაკავშირებით უშუალოდ ქრისტე ცოტა ვერ იყო თავის შკუაზე ეს ხალხი რო გამოყარა ან რატო გამოყარა ქრისტემ ეს ხალხი და ვაჭრობაში რა შედის ან ვაჭრობა სიტყვა განვიხილოთ რა ვაჭარი ხო ვაჭარი არის ის ვინც ყიდულობს და ყიდის სხვა საკითხი იქნებოდა როდესაც თვითონ ამზადებდეს სანთელს თავისი ხელით დებდეს და იქ შესაწირს ელოდებოდეს რამდენიც თქვათ შემოიწირება მაგრამ აი ეს რომ ვიყიდე ჩინეთიდან გამოვიწერე და დავდე იქ ჯვარზე და გაიყიდა რაღაცა პროცენტულ თანხის მიმატებით ხო მე მგონია რომ აი 100%-ით ნამდვილად სიტყვა რასაც იძახის ის არის რა ვაჭრობა არის რა ხო და რა ვიცი დაწერეთ თქვენც დაწერეთ მეც დავაფიქსირე ჩემი აზრი რომ აბსოლუტური ვაჭრობა არის სულ ერთია ეს იყოს სანთელი ქათამი ძროხა თუ ხბო და ხატებით განსაკუთრებულად რა ხატებით ხო საერთოდ ვაჭრობა არ შეიძლება მაგრამ არც სანთლით ვაჭრობა არ შეიძლება კაი უნდათ მოსწყუდათ სხვანაირად ფულს ვერ გამოიმუშავებენ გესმით და გაღატაკდებიან სხვანაირად და საინტერესოა მაგრად მაინტერესებს თქვენი აზრი რა და ეხლა ამ ლაივს რომ
დავასრულებ, მე ვისაუბრებ რა არის სპირიტუალიზმი, რა და ესეც დამახინჯებული ფორმით რო ესმით კაცობრიობას, რომ სპირიტი სულთან არის კავშირში, ამაზე ვისაუბრებ მე. დანარჩენები თქვენ უპასუხეთ. თქვენ დაიწყეთ დისკუსია, ხა მე არავის არ ვებრძვი, მე ჩემი აზრი დავაფიქსირე, მე ჩემი აზრი ვთქვი, მე მომიწოდა ესე ღმერთმა და ესე ვთქვი, თქვენ სანამ გაიღვიძებთ და თქვენ სანამ გამოგაფხიზებთ მამაზეციერი, ხა მე ხო არ უნდა შემოვიდე თქვენთან ჩხუბში და ჭიდილში, არა? გითხარით ჩემი აზრი? მიიღებთ, არ მიიღებთ, ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია. ასე რომ დროებით, გემშვიდობებით, ვიწყებ ახალ ლაივს ამის მერე, რომელიც ეხება სპირიტუალიზმს. მანამდე თქვენი აზრები დააფიქსირეთ აქ რა, ნუ დაგეზარებათ, რომ აზრი დააფიქსიროთ. და კითხვა არის ესეთი. სანთლით ვაჭრობა ეკლესიაში ითვლება თუ არა ვაჭრობად. ჩა, კი ან არა დაწერეთ რა. ვისაც წერა გეზარებათ. და უფრო უკეთესი ვარიანტი იქნება დააკონკრეტოთ, რატომ არის ვაჭრობა, ან რატომ არ არის ვაჭრობა. კარგით? გაგოცით. დროებით.